ის რომ ევროკავშირი დღეს მხარს გვიჭერს, დღეს კი არა უკვე მრავალი წელია მხარს გვიჭერს ჩვენ ორგანიზაციას, კოალიციას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი შეზღუდული პირთა უფლებების დაცვისთვის. ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა მათი მხარდაჭერით, რო არა ეს მხარდაჭერა ბევრ რამეს ვერ მივახცევდით. ჩვენი ძირითადი თანამშრომლობა ალბათ დაიწყო უფრო ესეთი პირდაპირი პროექტების დაფინანსება კოვიდის დროს, რაც იყო ძალზედ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მდგრადობისა და შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისათვის და ამ მხარდაჭერას ყოველ წუთს და ყოველთვის ვგრძნობთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კოალიცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის EDF-ის წევრი. მე იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირი ისევ გააგრძელებს ამ მხარდაჭერას მრავალი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ გრძელვადიანი მხარდაჭერას მოაქვს მხოლოდ რეზულტატები. ევროკავშირის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა შეძლეს ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის. მათ შორის იყო ისეთ რთულ პერიოდებში განხორციელებული პროექტები, როგორიც არის COVID-19-ის პერიოდი. ამ დროს შეიქმნა სერვისები რეგიონებში, რომ დავეხმარებოდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაადგილებაში, ასევე ხანდაზმულ პირებს, რომლებიც მარტოხელები იყვნენ სხვადასხვა საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაში, როგორიც არის საკვები პროდუქტების შეძენა, პენსიის აღება, კლინიკაში ვიზიტი, რეგულარული პროცედურების ჩატარება და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ექნება მომავალშიც მხარდაჭერა, რომ ბევრი საინტერესო ინიციატივა განახორციელოს და გააუმჯობესოს შშმ პირთა უფლებების რეალიზება საქართველოში. COVID პანდემიის პერიოდში დამჭირდა კლინიკაში გადაყვანა, რომელიც წინ პერიოდისთვის სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ მეგობარმა მირჩია მიმემართა კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რომელიც ფინანსდებოდა ევროკავშირის მიერ, სადაც იყო ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. მივმართე ორგანიზაციას, რომელმაც გამომიყო მანქანა, უზრუნველყო ჩემი სახლიდან კლინიკაში გადაყვანა და უკან სახლში დაბრუნება. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდისათვის ეს პროექტი, რომლითაც მე სრულად მივიღე მომსახურება, მადლობას ვუხდი როგორც ორგანიზაციას, ასევე ევროკავშირს ესეთი კარგი და მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის.